რაც შეეხება ავტომანქანების გამართულობას და გაუმართლობას, მე მგონი ეს საკითხი უნდა მოვაგვაროთ. ეტაპობრივად, მაგრამ აუცილებელი გასაკეთებელია. თავარი ამოცანა ჩვენ საზრუნავი უნდა იყოს ადამიანების ჯანმრთელობა, ბავშვების ჯანმრთელობა და არა ის რომ გასაგები მესმის რომ ხო ბევრი ადამიანი შეიძლება ავტომობილს იყენებს იგივე ტაქსაობს რაღაც, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა მივხვდებით ჩვენს ჯანმრთელობას. შეიძლება ერთი კაცი გავანაცვლოთ, მაგრამ 10 და 20 ადამიანის სიცხლე ასე ვთქვათ ვიხსნათ. მე ვფიქრობ ამაზე შეიძლება საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩავატაროთ, ეს ინიციატივა შემიძლია შემოგთავაზოთ. გითხოთ მოსახლეობას მიმართოთ, გითხვით. რა ურჩევნიათ ის რომ გასაგები, მაგრამ რაღაც თანხა შეიძლება რაღაც ხარჯი თავიდან გაციოს ადამიანმა, რომელიც ტაქსაობს, რომელსაც არ აქვს ეს კატალიზატორი. ეს თანხა შეიძლება განმადებით ასე ვთქვათ გავაკეთოთ, ანუ კომპანიას ვთხოვოთ, კომპანიას ვინ შემოიტანს ამ კატალიზატორს, ხო, როგორ ქვია მაგას. განმადებით რომ მისცენეს, მაგრამ ეს საკითხი არის სასწრაფო დასარეგულირებელი. იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ ძალიან რთული საკითხი, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამის თაობაზე წუხს. და ამის შემდეგ ჩვენ შემოვიტან დაზღვევებს და სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას. ამას ჩვენ დროში გავწერთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთიანად არ მოვთხოვთ მოსახლეობას, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს ერთ დღეს, მაგრამ ამაში ხდება რაღაც დროში და სივრცეში დანახვა. გეგმის შემუშავება წარდგენა მოსახლეობისთვის და ამის განხორციელება. ეს არის აუცილებელი. ამას უახლოეს პერიოდში ჩვენ წარუდგენთ საზოგადოებას. მაგრამ მანამდე მე გთავაზობთ, რომ ჩავატაროთ კვლევას. ხალხის აზრი გავიგოთ, რამდენად ასე ვთქვათ, აწუხებთ მათ ეს საკითხი. მე ვფიქრობ, ყველას აწუხებს. რა თქმა უნდა. არ ამას გარდა, ესე იგი, მე ვიცი, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევი მიზეზი სიმსივნის და სხვა დაავადებების არის სწორედ გამონაბოლქვი. გოასია ბატონო დავით. დიახ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის.